ახალ ეპოქასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი საუბარი არის ხოლმე მერწყულის ეპოქა, ცვლილებების ეპოქა, თუმცა რა ძალიან თვალსაჩინო არის, აი იმაზე მინდა ახლა გავაკეთო ვიდეო, მაგალითად, რატო არის უმეტესად პირადი ურთიერთობები საკმაოდ პრობლემური, გაცილებით მეტი ქალი არის უკვე ან დაშორებული პარტნიორთან მაგალითად, ან მარტოხელა არის, ან მუდმივად ურთიერთობებში პრობლემებში არიან. დიდი ესეთი მკვეთრად გამოხატული პრობლემა გახდა ეს ჩვენი ეპოქის, ხო, ჩვენი საუკუნის. აი, ასტროლოგიურადაც ვეცდები ახლა ეს ავხსნა და ფსიქოლოგიურადაც რა ფაქტორები არის, რატო არის ეს პრობლემა ეხლა, მაგალითად, უფრო გამწვავებული, ვიდრე საუკუნეების განმავლობაში იყო. ცოტა პრაქტიკულად რო აგიხსნათ, ხო? აი, ასტროლოგიურადაც და ისედაც, მაგალითად, მამაკაცური პლანეტები ქალების რუკაში ეს მათ მამაკაცებს ეხებოდა ხოლმე ყოველთვის. ან ნაკლებად იყო ქალში ეგო ფუნქცია განვითარებული, როგორც აი თვითყოფადობად, რომ მე ის შემიძლია, მე ამას ვაკეთებ, მე ეს მინდა, მაგალითად, ანუ ქალის ნება საუკუნეების მანძილზე იყო დათრგუნული. ასტროლოგიურადაც სხვათა შორის ძალიან იშვიათად ისეთი ცნობილი გამოკვეთილი ქალები, ვინც იყვნენ, მაგალითად იშვიათად რომ მამაკაცური პლანეტების ენერგიას იყენებდნენ ხოლმე და შესაბამისად ბოლო რამდენიმე 10 წლეულის განმავლობაში ნელ-ნელა დაიწყეს ქალებმა უკვე მამაკაცური მზის, მარსის მაგალითად ამოქმედება, პლუტონის ამოქმედება, ხო, ეს ასტროლოგიურ ენაზე რო ვთქვათ, ხო? ჩვეულებრივ ფსიქოლოგიურ ენაზე პროგრესმა, მაგალითად, და ცივილიზაციამ მოიტანა ქალის ეკო ფუნქციის განვითარება, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა. ადრე თუ მთელი საუკუნეების განმავლობაში ქალი იყო იძულებული, ან უბრალოდ სხვა არც იყო მის ფოკუსში, მაგალითად, განვითარებაში, რომ სხვა რომ მაგალითად დამოუკიდებლად ვერანაირად ვერ გაძლევდა ქალი მას ფინანსური, სტატუსური დამოუკიდებლობა სჭირდებოდა მამაკაცისგან. იქნებოდა ეს, მოდი ესე ვთქვათ, ვიძა, ძმა, მამა, ანუ ვიღაც მამაკაცზე, სხვა შორის აზიური სამყარო ახლა ისევ მანდ არის, მაგრამ დასავლური სამყარო, ცივილიზაცია უკვე ცოტა სხვა მიმართულებით წავიდა, ბოლო 1 საუკუნის განმავლობაში გამოკვეთილად უკვე. ანუ მარტივ ენაზე რო ვთქვათ, ქალების ემანსიპაციას, დროის აბსოლუტურად აჩქარებას და განსხვავებულ ცივილიზაციას, მოდი, ესე ვთქვათ, მოაქვს უკვე ნელა ქალის გათავისუფლება იძულებითი როლებიდან და შესაბამისად ქალებს აქვთ მეტი უკვე შესაძლებლობა აირჩიონ რა სურთ